მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ინტუიცია ჩვენი შინაგანი სიბრძნეა. ის არის სულიერი გეზი და მოდის სულის დონიდან, ჩვენი შინაგანი სიღრმიდან და ხშირად გვეუბნება იმაზე მეტს, ვიდრე გონება ამჩნევს. ინტუიცია არის შენს ზუსტ ცოდნასა და შინაგან სიბრძნეზე დაფუძნებული სიგნალი. ის არ არის აზრი, ის არის შეგრძნება, არა ლოგიკა, არამედ შინაგანი გაგება. როცა ინტუიციას აცოცხლებ, შენს ცხოვრებაში შემოდის სიცხადე, სიმშვიდე და ჭეშმარიტება. როგორ გავააქტიუროთ ინტუიცია? პირველი, განმარტოვდი სიმშვიდეში და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოусმინე სიჩუმეს. ინტუიცია არ ლაპარაკობს ხმამაღლა, ის ჩურჩულებს. ამიტომ პირველი ნაბიჯი მისკენ მიდის სიჩუმეში. მეორე, დაიწყე კითხვებით და არა პასუხებით. ინტუიცია თვითონ გიპასუხებს მაშინ, როცა არ ვაიძულებთ, არამედ ვუსვამთ გულწრფელ შეკითხვებს და მშვიდად ველოდებით მისგან პასუხს. მაგალითად, სწორია ეს გზა ჩემთვის? რა არის სინამდვილეში ჩემი პასუხი? მესამე, გაარჩიე ინტუიცია და შიში ერთმანეთისგან. შიში ყოველთვის ჩქარია, ხმაურიანი და სურს დაგიცვას. ინტუიცია კი მშვიდია, ნაზი და იღებს ყველაფერს სიყვარულით. ახლა შემოგთავაზებთ ინტუიციის გააქტიურების პატარა მედიტაციას. დაჯექით კომფორტულად, დახუჭეთ თვალები, გააკეთე ღრმა ჩასუნთქვა და ნელი ამოსუნთქვა. მიაქციე ყურადღება გულის ცენტრს. წარმოიდგინე სინათლის წერტილი, რომელიც ფართოვდება ყოველ ამოსუნთქვაზე და თანდათან მოიცავს მთელ შენს სხეულს. თქვი შინაგანად, მე ვხსნი გულის კარს ჩემს სულიერ ხმაზე. ინტუიცია მიცნობს უკეთ ვიდრე გონება. ახლა დავუსვი შეკითხვა. რა არის ის, რაც უნდა ვიცოდე დღეს? ან რა გზას უნდა დავადგე დღეს? ასე შეგიძლიათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა, რომელზეც გჭირდებათ პასუხი. მშვიდად დაელოდე, არ ეძებო პასუხი, ირწმუნე, რომ სწორ პასუხს მიიღებ. დააკვირდი სამყაროს მინიშნებებს. პასუხი შეიძლება სხვადასხვა გზით მიიღო. ეს შეიძლება იყოს გონებაში ამოტივტივებული სურათი, სიტყვა, შეგრძნება ან უბრალოდ სიმშვიდე. ბოლოს მადლობა გადაუხადე საკუთარ თავს, შენს სულიერ გონებას და მთელ სამყაროს. გახსენი თვალები მსუბუქად, დააფიქსირე მიღებული ცოდნა, ღრმად ჩაისუნთქე შენს ირგვლივ არსებული მზისფერი ღვთაებრივი ენერგია და ამოსუნთქვისას გაუნაწილე ყველას. ამ მდგომარეობაში ეცადე რომ იყო 5-10 წუთით. ყოველდღიური ინტუიციური წვრთნა. გაიღვიძე და ჰკითხე გულს, რა არის ჩემი უმაღლესი არჩევანი დღეს? დღის ბოლოს ჩაიწერე, სად იგრძენი შინაგანი პასუხი და სად იმოქმედე მის გარეშე. ასე ინტუიცია დაიწყებს გაძლიერებას, რადგან შენ უსმენ მას. მეგობრებო, ეს არ არის ძირითადი მეთოდი. თქვენ შეგიძლიათ თქვენივე ფანტაზიისა და ვიზუალიზაციის საშუალებით საკუთარი პრაქტიკა შექმნათ. სამყაროში ყველაფერი მუშაობს ისევე, როგორც ყველაფერი არსებობს, რასაც ჩვენი გონება მისწვდება და ისიც, რაც ჯერ ვერც კი წარმოგვიდგენია. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ტრანსფორმაციას. ძვირფასებო, გთხოვთ,
გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა.